ნიკა მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოკლედ რას ვთავაზობთ ხელისუფლებას, რა ტიპის თანამშრომლობას, რა გეგმას და რას ვთავაზობთ, ანუ რას ვთავაზობთ მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებიც დღეს აი მართლა გვიყურებენ იმის მოლოდინში, რომ აი ნეტავ რა იქნება, რითი დაგვეხმარებიან. მოგესალმებით. თავისთავად უკვე ძალიან უცნაურია, როდესაც მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს და ოპოზიციამ უნდა ისაუბროს თუ როგორი იქნება მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმა და ოპოზიციამ უნდა დადოს თურმე ეს გეგმა და ამ დროს ხმას არ იღებს ხელისუფლება. დიახ, ეს არის კრიტიკა, მაგრამ ეს არის რბილი კრიტიკა და ეს განხილული უნდა იქნეს როგორც თანამშრომლობის ფორმატ. წარმოუდგენელი რამ არის, იცით? ეხლა თითქოს ისეთ ვითარებაში აღმოჩნდით ეკა ოპოზიციური პარტიები ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვის უფრო უკეთესი ეკონომიკური გეგმა გვაქვს. და ამ დროს ხელისუფლება საერთოდ არ უსმენს არც ერთ ოპოზიციურ პარტიას. ზურგი აქვს თავიდან ბოლომდე შექცეული. არც ერთ ინიციატივას ყურად არ იგდებს. და მე ვფიქრობ ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა ეხლა ანტიკრიზისული კაპიტალური გეგმის პრეზენტაცია, იმიტომ რომ უბრალოდ საეთერო ეთერი შევავსოთ, არის როგორ გითხრათ, იცით, ფუჭის საქმე. პირველ რიგში ჩვენ ახლა რაც უნდა ვაკეთოთ ყველამ ერთად, ჩემი ღრმარწმენით უკვე ხელისუფლებას მოვთხოვოთ გეგმის დადება რაც შეიძლება სწრაფად. ხელისუფლება, რომელიც ვალდებული არის და ეს ვალდებულება მას აქვს კონსტიტუციურად, ვინაიდან ეს სახელმწიფო არის სოციალური სახელმწიფო და მას აქვს ვალდებულება, რომ განსაკუთრებით ამ ფორს-მაჟორულ ვითარებაში საკუთარ მოქალაქეებს მიხედოს. თორემ, რომელი ერთშეთავაზებაზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში არის და დევს და ამის პრეზენტაცია მოხდება აუცილებლად, მაგრამ მე მიმაჩნია არასერიოზულად ამაზე საუბარი. ახლა, როდესაც არავინ არ გისმენს, მას შემდეგ, როდესაც კონკრეტული შეთავაზება გაკეთდა 12 საათში რომ ხორცი უნდა შესხმოდა და ავიარეისებით ჩამოგვეყვანა, ერთი ავიარეისით მაინც ჩვენი ემიგრანტები ქვეყანაში. და ხელისუფლების პასუხი რა იყო ეკა? იცით, არ იყო უბრალოდ პასუხი, რომელიც ამ ვითარებაში უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სუბიექტს, პოლიტიკის ან ერთ მხარეს ყოფნა ნაწილს ან მეორეს, ანუ ოპოზიციას ან ხელისუფლებას, ხო? ხელისუფლება რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ კი ბატონო, დიდი მადლობა ნაციონალურ მოძრაობა, დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილო, ამ ეტაპზე უბრალოდ სხვადასხვა მიზეზების გამო თავს შევიკავებთ, მაგრამ თუ კი დავჭირდა დაგიკავშირდებით, ეს რდილობიანად მაინც მოვეშორებიეთ, ხო? იმ საკითხიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხებოდა, კიდე გავიგებთ. პასუხად მივიგეთ უბრალოდ რბილობთ და ცინიზმი. ცინიზმი და ასევე კონსტიტუციაში წერია, ჩემო ეკა, პირდაპირ შავით თეთრზე მეხუთე მუხლში ერთ-ერთ პუნქტად, რომ სახელმწიფო ვალდებული არის უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს და მათ არ დაკარგონ კავშირი საკუთარ სამშობლოსთან. აი, პირდაპირ შავით თეთრზე ეს წერია. და თუ კი ვინმეს უჭირს, თუ კი სადმე მოერია პანდემია ჩვენ მოქალაქეებს, ეს არის საზღვარგარეთ. 5 საქართველოს მოქალაქე უკვე დაგვეგუპა და იმსხვერპლა კორონავირუსმა. იმიტომ რომ იქ ისინი არიან უფრო დაუცველები დღეს, ვიდრე ჩვენთან. და გარდაცვლილები კი არ უნდა ჩამოასვენოს ხელისუფლებამ. არამედ სანამ ცოცხლები არიან, მანამდე ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩამოვიყვანოთ. და აი ამის შემდეგ, როდესაც დააქცინეს და არანაირი პასუხიც კი არ გავცეს, ეხლა ჩვენ აი ამ ფორმატში, თუნდაც თქვენი გადაცემის მეშვეობით, დავიწყოთ საუბარი, რაღაცა მაკროეკონომიკურ გეგმაზე, რომელიც დევს აუცილებლად იქნება პრეზენტირებული და რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ მომდევნო პერიოდში, ვინაიდან სამწუხაროდ წლის ბოლომდე ეს ვითარება არათუ განიმუხტება ეკონომიკური მიმართულებით, არამედ უფრო გაღრმავდება და ჩვენ კონკრეტული კაპიტალური გეგმით წავსდგებით საზოგადოების წინაშე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დიდი ნაწილი ამ გეგმას დაიჯერებს იმ გუნდის მხრიდან, განსაკუთრებით რომელსაც ამ ეკონომიკებით დიდი წარმატებები აქვს, ეს იქნება გაკეთებული, მაგრამ არა ეხლა, არა მაშინ, როდესაც ჩვენ
ელემენტარული რეალური ინტერვენციები მოვთხოვეთ კომუნალური ვაუჩერების სახით 70000 ადამიანზე ძალიან მარტივად ვიუთითეთ რომ 23 მილიონი ლარი არის საჭირო რომ 70000 მოქალაქეს 4 თვის განმავლობაში კომუნალური ვაუჩერი 100 ლარით მაინც ასე თქვათ ჩაუვრიცხოთ რომ ჯერ კიდევ როდესაც გათობა აქვს ჩართული მათ ვისაც აქვს ცივა გარეთ ასე შემდეგ შუქი და გაზი არ ჩაეჭერთ ნული ყურადღება ახსნა მაინტერესებს მართლა არ მესმის ეხლა აი თითქოს გამოდიან ლაპარაკობენ ისიც ძალიან გაუგებროთ ბევრ რამეზე მაგრამ საერთოდ აიგნორებენ ამ თემას აი საერთოდ აიგნორებენ ამ თემას და აი ასე აპირებენ წასვლას თქვენი აზრით რამე გეგმაზე მუშაობენ და უბრალოდ არ გვიმხელენ თუ აი საერთოდ რასთან გვაქვს საქმე აი მეც კი რომელიც ვცდილობ ხოლმე რთულია როდესაც პოლიტიკაში აქტიურად ხარ ჩართული გარემაყურებლის თვალით დაინახო პროცესები და ასე შეხედო ვცდილობ ზოგჯერ გამომდის ზოგჯერ არ გამომდის აი მე თვითონ ახლა როგორ ვითარებაში თქვენი პოსტები იყო ყოველთვის ძალიან აი ესეთი რბილი ანუ ამ ყველა პოსტი რომელიც ბოლო დროს გამოაქვეყნეთ იყო ცალსახად აი ესეთი პოზიტიური თვალსაზრისით არა კონფრონტაციული რომ ეხლა არ არის პოლიტიკური დაპირისპირების დრო რომ ეხლა არის ერთიანობის დრო აი ეს იყო სულისკვეთება გაზდევდა ამ პოსტებს და მაგრამ არც მინახავს თქვენი გამოსვლა ესეთი კრიტიკული ამ დღეების განმავლობაში ვცდილობ არა მარტო მე მთელი ნაციონალური მოძრაობა და მთელი ოპოზიცია მეტნაკლებად ამას ვცდილობ როგორ გამოვდის ეს სხვაგანზია რა საკითხია რატო იცით იმიტომ რომ ეს მომაკვდინებელი ვირუსი ეს მზარდი და ფართოდ გავრცელებადი პანდემია დედაჩემსაც ეხება მამა ჩემსაც ჩემდასაც ჩემ შულსაც ჩემს მეუღლესაც ჩემ მეგობრებსაც უცნობს ნაცნობს ანუ ყველა ერთი გასაჭირის წინაშე ვარ პათეტიკის გარეშე ეს ასე არის ახლა შინაური გარეული ეს უბრალოდ აი არც უნდა ისმეოდეს ასე საკითხი და ვერ დავამთავრე და გავაგრძელებ აზრს ძალიან მოკლედ აი თქვით რომ მაგალითად მედიკამენტების ვაუჩერი იყოს ნული ყურადღება მარტივად ვიუთიდეთ ანუ მარტივად გადასახარში იქნებოდა ხელისუფლების თქვით რომ 100 მილიონი ლარი გააქვთ კონკრეტულ განსაზღვრულ მუხში რომელიც განკუთვნილია მივლინებისთვის, საგარეო მივლინებისთვის, საიდანაც ახლა ვეღარ ისარგებლებს ისედაც ახლა არის საგარეო მივლინება. აი იქიდან მოვაკელით 23 მილიონი მოკლედ კომუნალური ვაუჩერებისთვის 77 ნული ყურადღება. არც თითქოს ეკონომიკური გუნდი ამ ქვეყანას არ ყავს. არადა სულ უფრო და უფრო ეკა. აი ახლა სოციალურ ქსელსაც ხომ ვაკვირდებით ტელევიზიო გადაცემებსა, საინფორმაციო გადაცემებსა სხვა უსმენთ, იქიდანაც ჩანს, აქედანაც იკითხება. სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ასეთი წუხილი მოსახლეობის მხრიდან, რომ მდგომარეობს შემდეგში. რა მნიშვნელობა აქვს? კორონა მომკლავს, კორონავირუსი, თუ კორონავირუსით გამოწვეული შიმშილი. ეს არის მზარდი წუხილი. დიახაც ამ კითხვებს სულ უფრო და უფრო ხშირად და ხმამაღლა სვამს. მოსახლეობის დიდი ნაწილი და უფრო მეტი დასვამს და ხელისუფლებას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ეს პასუხი უნდა იყოს არა ყრუ კედელი და არა ზურგის შემოქცევა, არა კონკრეტული ნაბიჯები, მილიარდელი ხელისუფალი ხახო. დიახაც მილიარდელი ხელისუფლება, ხა წარმოიდგინეთ რა, ეხა რომელიმე ოპოზიციური პარტიით, ეხა პარტიის თავმჯდომარე რომ იყოს, ის რა მილიარდე ფული რო ქონდეს, ეხა იმხელა რომ შეეძლოს სოციალური ინტერვენცია, ხო? და მინდა ახლა მაგ უბრალოდ საინტერესო არ ჩას ბიძინა ივანიშვილი რამ ვერსია გააქვთ? იცით რა არის? ალბათ პასუხი როდის ჩანდა, როდის ჩემი აზრით მას თანაბრად არ აინტერესებს როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობა, ასევე საკუთარი მთავრობაც. საკუთარ მთავრობასაც არაფრად აგდებს. საკუთარი მთავრობის წევრებსაც არაფრად აგდებს. ეს მთავრობის წევრები მისთვის ხომ შესაძლებობაა, საშუალებაა, ინსტრუმენტია, ბერკეტია, რომ უბრალოდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუ რომელი ერთი ანაბულებს. ეხლა ცდილობენ. სხვა საკითხია, რამდენად გამოსდით. ეხლა მე დღეს წავეწყდი და წავიკითხე ძალიან ვცლად ძალიან საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა 14 სახელმწიფოს
მასშტაბით მათ შორის ევროპის კონტინენტზე, მათ შორის ავსტრალიაში, ინდოეთშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარა ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაცია იფსოსმა. და ეს კვლევა რას გვეჩვენებს? იტალიის სახელმწიფო იტალიის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები მინდა გავაცნო მოკლედ ეხლა თქვენს მაყურებლებს. ესე იგი კვლევა ჩატარდა ეკა 19-დან 21 მარტამდე, 3 დღის განმავლობაში ბუნებრივია სატელეფონო გამოკითხვით და კვლევა მაჩვენა შემდეგი, რომ იტალიის მოსახლეობის 62% უფრო მეტად ღელავს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უმუშევრობაზე, საერთო-საბადებლის გარეშე დარჩენაზე, ვიდრე საკუთარ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხელყოფაზე. წარმოიდგინეთ, 62% სახელმწიფო ქვეყანა, სადაც დღეის მდგომარეობით 12500 ადამიანი არის გარდაცვლილი ამ მომაკვდინებელი ვირუსით, სადაც 100,000 ადამიანი არის ინფიცირებული და მხოლოდ 4000 თითქმის 5000-მდე ინფიცირდა გუში. აი ამ ქვეყნის მოსახლეობა უკვე ამბობს, რომ მეშინია ეკონომიკა ისე არ ჩამოინგრეს, რომ შიმშილით არ მოხდე. ეშინია იტალიელ ოჯახს არ დაკარგოს და არ ამოწუროს ის დანაზოგი, რაც მას აქვს. არადა ერთი კვირით ადრე, ანუ 12 და ეს არის ღია ეს წყარო. შეგიძლია მე გადმოგიგზავნოთ მე ან ვისაც აინტერესებს. ჯერა, ბატონო. 12 და 14 მარტამდე ჩატარდა ასევე ანალოგიური კვლევა, სადაც იტალიის სახელმწიფოს მოსახლეობის მხოლოდ 30% ამბობდა, რომ ეკონომიკური მიმართულებით კორონავირუსი მას მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს. და ერთ კვირაში გაორმაგდა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდა? ანუ გადმოვიტანოთ ეს ამბავი ახლა საქართველოზე. რა მოხდა? მე მაქვს ჩემი ახსნა, რაც მოხდა მაგალითად მათ შორის ყველაზე ტრაგიკულად მიმდინარე პროცესებს თუ ავიღებთ იტალიაში, ხო? ხალხი იქ დარწმუნდა სამწუხაროდ, რომ ეს პროცესი არ არის ხანმოკლე პროცესი ვირუსის დამარცხების და მათ წარმოდგენა დამატებითი შეექმნათ არსებულ ვითარებასთან და მათ დაინახეს პოტენციურად ჩამოშლადი ეკონომიკა, რომელიც გაანადგურებს მათ ოჯახებს. და ეს შიში წამოიწია ამ შიშმა წინა პლანზე. და რა ხდება ახლა ჩვენთან ქვეყანაში? ქვეყანაში სადაც გაცილებით უფრო სუსტი გვაქვს ეკონომიკა. დახმარება იტალიის მთავრობამ გამოყო ეკონომიკური. იტალია, გერმანია, საფრანგეთი 10-ჯერ უფრო მაგათ ვერ შევედრებით ჩვენ, ხო? ძალიან დიდ პაკეტებზეა ლაპარაკი. ლიანი შიდა პროდუქტით შეიძლება დაიფეხოთ და ქვეყანაში ჩვენთან სადაც პრაქტიკულად ვალის ეკონომიკა იფურჩქნება და ყვავის, სადაც ელემენტარულად ნისიით ვაჭრობს ძალიან დიდი ნაწილი მაღაზიებისა, სოფლებში, რაიონებში, სადაც უბრალოდ ნისიითაც კი ვერ იღებენ საპროდუქტებს. ხომ ვიცით დღეს, იმიტომ რომ ფუფუნება აღარ აქვს კერძო მაღაზიების ფლობელებს, რომ რაღაცა ვერმიშელი იქნება, კარაქი იქნება თუ პური ნისიად გასცენ. არადა ეს რვეულები ყველა სასურსათო მაღაზიის დაახლოებით არის ამოდებული, მათ შორის თბილისში. მე საუბარი არ მაქვს ქსელურ სუპერმარკეტებზე. ქვეყანაში სადაც მართლა ყოველ მესამეს პენსია წესრიგებად აქვს გამოტანილი, ხო? ქვეყანაში სადაც ეკა 800,000 თვით დასაქმებული ყავდა და 800,000-ზე თვით დასაქმებული დარჩა სახლში. ქვეყანაში დაჯდა სახლში. და დათვები ხო არა ვარ? თქვა თუ დათვიждება სახლში, ბუნაგში შეუულია მან გამოიძინოს საკვების გარეშე 3-დან 4 თვემდე. მაგრამ არა ადამიანს. ის დათვი თათს ლოკავს. და არც აკლემები ვარ, ხო? რომ კუჩში დავიგროვოთ რაღაცა ცხიმი. ხო, ამ ხალხს ხო გამოყვება ჭირდება, კაცო. ესე იგი 800,000 თვით დასაქმებული. წარმოვიდგინეთ, დღეს საქართველოში არის 1,600,000 იყო უბრალოდ კრიზისამდე 1,600,000 დასაქმებული. და აქედან 800,000 არის ეკა თვით დასაქმებული. მორჩა ეს ხალხი ყოველდღიური განკარგვადი შემოსავლის გარეშე დარჩა. 300,000 არის მხოლოდ ბიუროკრატია. და მათზე დამოკიდებული ადამიანები, რომლებშიც გულისხმობთ სიკვდილში და აიკვში დასაქმებული. ბატონიკა, გასაგებია, უბრალოდ ეხლა ვთქვათ, რომ აი რა შეიძლება გავაკეთოთ, ან ოპოზიციამ რა შეიძლება გააკეთოს, ან ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. აი ხო ამბობს მაგალითად არსებული ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება
და ბატონ ცერცვაძეს უთქვამს ვიცით ჯერა შენს ჯერა ვიცი უთქვამს რომ ჩვენ სხვა სახელმწიფოების შეცდომებზე ვსწავლობთ იტალიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში თავიდან ვერ გაიგეს რა ვირუსთან კონტაქტ საქმე, აქედან გამომდინარე ეხლა ჩვენ შესაბამისი ზომები მივიღეთ. იგივე იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც ვირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს, ვისწავლობთ ეხლა ხელისუფლებას ვეუბნებით იმ სახელმწიფოების შეცდომებზე, სადაც უკვე ხალხი ამბობს ის ხალხი, ვინც ჭირისუფალს უბრალოდ ჭირისუფლებადაც ვერ წასწრებია, ისე ასაფლავებენ საკუთარი ოჯახის წევრებს, რომ ვერ საფლავზე მიდიან, ის ხალხი ამბობს, რომ ეკონომიკის უფრო ეშინიათ. და სახელმწიფო, რომელიც არ დგას თავის სიმაღლეზე, სახელმწიფო, სადაც უბრალოდ წარმოჩნდება როგორც შეშინებული, ხან ერთი ძლიერი ინსტიტუციის ეშინია, ხან ოპოზიციის ეშინია. მოდით რა მე ვალდებულად ვთვლი თავს და მე მეჩნია რომ თვალთვაქცობა, ენის მოშლექვა თუ კი ხდება ოპოზიციაში ყოფნის დროს აუცილებლად როდესაც ხელისუფლებაში გუნდთან ერთად სხვებთან ერთად მოვალ იგას მოვიტყვილები, ეხლა თუ მოვიტყვილები. მოდით სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. კომენდანტის საათი რისთვის მიიღო ხელისუფლება? რა აუცილებლობა იყო კომენდანტის საათის დაწესების 21 საათიდან 6 საათამდე, რომელიმე 21 საათიდან დილის 6 საათამდე, რომელიმე კალენდარული დღის იყო ხალხმრავლობა სადმე ქუჩაში? არ ყოფილა, ხო? 20 დღით ადრე ხელისუფლებამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს მოსახლეობის 100,000-ობით მოქალაქე, იმიტომ რომ მან უბრალოდ ვერ გაბედა სიმართლე ეთქვა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის. და ერთი დღის გამო 20 დღით ადრე გამოაცხადა კომენდანტის საათი. ერთი დღის გამო. არადა ხშირად საუბრობენ, იცით რა, ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერას უნდა მოვჩეთ. პოლიტიკური ქულების ჩაწერა არის ახლა რასაც ვსაუბრობ, თუ იქნებ პირიქით საქმე. იქნებ პოლიტიკური ქულების ჩემი პირადი პერსონალი ნებისმიერი პოლიტიკოსი საკუთარ რეპუტაციაზე ფიქრობს. იქნებ პირიქით მექვითება, იქნებ ვიფლიტები. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში იყო, არის და იქნება. დიახაც არაპოპულარული საუბარი იმაზე, რომ და ხარდაჭერის ახმა თუნდაც ხელისუფლებისთვის, რომ შეზღუდე ყველა რელიგიური შეკრება, რომ არ დავიხოცოთ ყველა ერთად. და თუ კი მაგალითად ძალიან ბევრი სასულიერო პირი, მათ შორის ეპისკოპოსი მეუფესაბა ამერიკაში, რომელიც მსახურობს, რომელიც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი და მან შეაჩერა ღვთისმსახურება მრევლის თანდასწრებით, სხვებმა შეაჩერეს. სხვებს რა აჭირს? რა დაგვემართა? და ამის გამო რომ გახარია და ივანიშვილი ვერ დადგა თავის სიმაღლეზე, ეხლა პლუს ყველაფერთან ერთად კომენდანტის საათი, რომელსაც ახსნა არ აქვს ამის გარდა და ეს 100 არის, პლუს დაკეტეს რაღაცა 1000 რაღაცა რატო 1000 სავალუტო ჯიხური, სადაც მინიმუმ 2000 ადამიანი იყო დასაქმებული და ოჯახის წევრებს თუ მივაწვით 5000, 6000 ადამიანი დარჩა უმუშევარი. რა ახსნა გეკა, მინდა ეს აზრი დავამთავრო სავალუტო ჯიხურების დაკეთვას. უბრალოდ რა პრაგმატული, რა ლოგიკური ახსნა უნდა მოუძებნო, ხო? ყველაზე დაცულები თუ კი სადმე იყვნენ, ვინმე იყო, მე მგონი ამ სავალუტოს ჯიხურებში ისწენ ამ ბრონირებული შემთხვევაში მინების მიღმა. და კლიენტი იყო სუბთაერზე. ფული იმაში არ არის სუპერმარკეტებში? ფული სასურსათო მაღაზიებში არ არის? არ არის, რა თქმა უნდა, არის. ურიკა არ არის? არა, უბრალოდ ეჭვი, გინდა არ გინდა ეჭვი ჩდება, რომ ეს $100 მილიონი ლარი ნაკადები და აქედან წარმოშობილი მერე შემოსავლები ეხა ბანკებმა გადაკაჩეს საკუთარი თავისკენ, ხო? გინდა არ გინდა, მე ამაზე უკეთეს ახსნას ვერ პოულობ. ეს ასე არის. ამიტომ მიმაჩნია რომ ყველამ ერთად ჟურნალისტი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, აქტიური სამოქალაქო პირი იქნება, რომელსაც აქვს სტომა ტელეეთერებთან კითხულობს მის პოსტებს სოციალურ ქსელში ბევრი. ყველამ ერთმანეთს უნდა შევძახოთ ამ ხელისუფლებას, რომ სწრაფად დატოს ეკონომიკური გეგმა, რომელიც გადაარჩენს ადამიანებს. კი ბატონო, ნიკა უნდა მოვრჩეთ, დიახ. დიახ, ტელეფონი დამირეკა, ეხლა იცით რა არის, აი როგორ გითხრათ, ხო არ დავიფიცებ, ხახო, დამირეკა კაცო გვარად ზაგნიძე ვანიდან გირეკაო და შუა ლაპარაკში ატირდა. და რატო იცით, იმიტომ რომ შვილი ყოლია ბიჭი ნიუ-იორკში. ხო?
3000 კონტაქტი გადავეცით. 3000 ადამიანმა დაგვირეკა ნაციონალური მოძრაობის ოფისში ეკა და მივიტანეთ ეს კონტაქტები ჩვენ კანცელარიაში. ადამიანები შველას საჭიროებენ, იქ უფრო უჭით ვიდრე აქ. ელემენტარულად მშობლები არიან სტრესის ქვეშ, ოჯახის წევრები არიან წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ. ფსიქიკაზე ეს მოქმედებს, ხო? ჯერ სახში ხარ გამოკეტილი, მერე ფული არ აგაქვს. მერე ხვალ საჭმელი აგექნება, ამაზე ცალკე ნერვიულობ და პლუს იმაზე ნერვიულობ შენი შვილი და ოჯახის წევრი ჩამოაღწევს ჯანმრთელობის გაუარესების გამო თუ არა. მე მინდა უბრალოდ აი გეუბნებით, აი ამერიკის შეერთებული შტატებიდან 88 ადამიანი, 507 გერმანიიდან, ვინ ჩვენთან დარეკა. 478 ადამიანი ესპანეთიდან, ვინც ოფისში დარეკა მარტო. იტალიაში 602 ადამიანია, რომელმაც მარტო ჩვენ დაგირეკა და ხა სხვა პარტიებს ამდენი დაურეკავდა, ხელისუფლებაში იქ პირადად რამდენი დარეკავდა 498 ადამიანი პოლონეთშია და ჩამოსვლა უნდა. უბრალოდ ისე კი არ დარეკავენ 7 ტონალობით და იცით რა იგივე ჩამომიყვანოთ. საჭმელი არ აქვს, იქ ცხოვრების სტანდარტი ხო გაცილებით ძვირია ვიდრე საქართველოში. თავზე ყველა ემიგრანტი კი არ არის, ზოგი სასწავლებელად იყო ჩასული და ჩარჩა. 201 ადამიანი საბერძნეთი ერთი სიტყვით. აგერ 201 ადამიანი საბერძნეთი გითხრა 83 შვედეთი 3000 ადამიანი. კარგით ბატონო, გავაკეთეთ შეთავაზება, არ გინდა ნუ მიიღებ რა. არგუმენტი მითხარი 10000 კაცი არ ჩა 1000 კაცის ჩამოყვანა შეგვიძლია 2 დღეშივე. ჭირდება 5 რეისი. კონკრეტული სასტუმროებიც კი მიუთითეთ ეკა. მათ შორის ისეთი სასტუმრო როგორიც არის კოპალა მცხეთაში და შუაგულ თბილისში, რომლის მეპატრონემაც ზატყოფნა აღქვა, რომ იქ განათავსოთ ადამიანები. და ხელისუფლება უბრალოდ პოზიორობს, იმიტომ რომ რეალურად მისი უბედურება რა არის, იცით? ცალი თვალი არჩევნებისკენ უჭირავს. და გონია ეხლა რომ თუ კი ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ინიციატივას გაიზიარებს, ეს მათ პოლიტიკურ ფულებს მოუტანს. მე დარწმუნებული ვარ, ესენი ამას ფიქრობენ და ამიტომაც ფეხს ითრევენ. მაგრამ თვითონ მაინც გააკეთონ, გააკეთონ თვითონ. ან იქნებ ვატყვილებთ, მოდით რა ასე დავსვათ საკითხი. იქნებ ვატყვილებთ, არც ფული გვაქვს მობილიზებული, არც კონტაქტები გქონდა და არც რეისები. მოდით იქნებ სადოთ და გვითხრათ, რომ აბა ჩამომიყვანე ერთი რეისი. მე პირობას გაძლევთ, მიხეილ სააკაშვილს პირადად მქონდა მასთან კომუნიკაცია 12 საათში კომპანია, ავიაკომპანია ჩამოვიყვანე. მე მესმის რომ ჩვენ ბევრს მოვწონო ვართ, ბევრს არ მოვწონო ვართ, ბევრს აღარ მოვწონო ვართ, ბევრს უკვე მოვწონო ვართ, არ მოვწონდით, ბევრს კიდე მოვეწონებით, აღარ მოვეწონებით, მაგრამ ახლა თუ ეპიდემია მიფეთქა, აქ თუ სამწუხაროდ მომრავლდა პანდემიური კერები და კორონავირუსით ინფექცირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს ექიმების რაოდენობას და ეს პროპორცია დაირღვევა. ჩვენ ვერავინ ვერ მოვხედავთ. ჩვენი პატრონი აქ არავინ არ იქნება და უბრალოდ უნდა ჩავდგეთ, ვინც ვიქნებით ჯანმრთელები და სანგარში, ამ ტალღამ გადაიაროთ და ვინც გადავრჩებით. სასუნთქი აპარატი არ იქნება საკმარისი ელემენტარულად. რა მოხდა იტალიაში, ესპანეთში, იგივე არის. კარგი, ნიკა, უნდა დავამთავრო და ეს იყო ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია და აღელვებაც, მათ შორის, იმიტომ რომ მართლა ყველა კონკრეტული ადამიანების ბედზია აქ ლაპარაკი და მით უმეტეს როცა ადამიანები გირეკავენ და თავის ისტორიას თვითონ გიყვებიან ტირილით თუ შედარებით მშვიდად, ძალიან მძიმეა ამ ადამიანების ისტორიას ემოციის გარეშე მოусმინონ და თავში არ გიტრიალებდეს მათი გაჭირვება. დავასრულოთ თუ შეიძლება, დიახ. არია ეკონომიკაზე გავლენის შიში მოსახლეობაში ჩვენთანაც უკვე რაც მოხდა იტალიაში. მზარდია, იმიტომ რომ იციან ამ ხალხმა, ხალხო ეხა 95% მოსახლეობისას, ანუ ანაბრების მეანაბრებთან შორის არა აქვს დანაზოგი. მხოლოდ 5%-ს აქვს დანაზოგი. გასაგებია, ეგ უკვე ვთქვით, გასაგებია, ნიკა, უნდა დავასრულოთ, სამი სტუმარი გველოდება. ვისაც აქვს გამოელევა ისაკვების და მე სოციალური აფეთქება და ამ დროს როგორ არ გაგიჟდები, ჩემო ეკა, რო გაგახსენდება, რომ ამ ქვეყნის მმართველი არის მილიარდერი ადამიანი, რომელიც ერთხელაც არ დაგვინახავს. გარდა იმისა, რომ მისი ხეები დავინახეთ და გვეუბნებიან, რომ ის ძალიან ბევრ ყურადღებას ხარჯავს. თურმე ყურადღებას ხარჯავს. დიდი მადლობა.